გამარჯობათ მეგობრებო, მე გახლავართ ირაკლი მახარაძე ბათუმიდან. ბათუმელი კაცი ვარ, არც თუ ისე ახალგაზრდა. ვარ ჩიბუხის თამბაქოს მოყვარული. მუდმივად ხაზს უსვამ, მე არა ვარ თამბაქო დამოკიდებული ან ნიკოტინ დამოკიდებული, ვიყავი და პერიოდულად არომატულ თამბაქოს შევექცევი ან სიგარის ან ჩიბუხის თამბაქოს სახით. აი ამ გზაზე პერიოდში 1000 სირთულეები წარმოემექნა. ჩვენთან არ არის თამბაქოს მოწევის დღეს თანამედროვე თამბაქოს მოწევის კულტურა განვითარებული ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, ამიტომ კარგი ჩიბუხის მოპოვება, კარგი თამბაქოს მოპოვება და ინფორმაციის მოპოვება ყველაზე მთავარი არის შეუძლებელი. ამას გადამაწყვეტინა ეს ბლოგი შემექმნა, იქნებ ვინმეს გამოადგეს ჩემი გამოცდილება. არ მაქვს ახლა კამერასთან დიდი მუშაობის დიდი გამოცდილება, ამიტომ ხანდახან ნერვიულობ, თუ ახლა რომელიმე სიტყვას ქართულად არასწორ ბრუნვაში ჩავსვამ ან გრამატიკულ შეცდომას ლავშობ, ახლა ნუ გამწეწავს ამისთვის. მე ახლა 200 და 300 დუბლს ვერ ჩავწერ, უბრალოდ ჩემს აზრებს გადმოგცემ მართლა იმისთვის, რომ იქნებ ვინმეს დაჭირდეს. იმიტომ რომ მე როდესაც ვჭირდებოდა ინფორმაციის მოპოვება, მხოლოდ უცხოურ რესურსებზე და უცხოურ საიტებზე უნდა უმეფოვებინა და აქ მხოლოდ უცხო ენის ცოდნა არ ცოდნაზე კი არ არის, მე არა ვარ კარგად არ ვფლობ უცხო ენას. მაგრამ ამაზეც კი არ არის, შეიძლება კარგად ვფლობოდე, მაგრამ ისინი სხვა რეალობას ასახავენ და სხვა რეალობიდან გამომდინარე რჩევებს იძლევიან. ჩვენთან სულ სხვა და ამიტომ ესაც მჭირდებოდა და მიჭირდა ინფორმაციის მოპოვება, შევეცდებით თქვენ მოგაწოდოთ. ვინმესთვის სასარგებლო იყოს. დამებადა რატომ ეს აზრი? ჩემი ჩიბუხთან შეხება მოხდა სადღაც 25 წლის წინ და მაშინ მე და ჩიბუხი ვერ დავმეგობრდით. ჩავთვალე, რომ ეს არც ისე საინტერესო და გემრიელია ბრჭყალებში. ხე გემრიელიას ხშირად ვიხوار მე თამბაქოზე და თამბაქოს ბოლზე ნუ გამიწყდება, ნუ რავინ და აუცილებლადაც ვიტყვი, რომ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს, ამან ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს თამბაქოსთან. არც ისე ნეგატიური როგორც ზოგიერთს, მაინც ვთვლი, რომ მოწევა მავნებელია და თუ არ მოწევთ, კარგი იქნება. თუ 19 წლამდე ხართ, ნუ ყურებთ ჩემს ვიდეოს, მე არ ვიცი გავიგებ როგორ არის და ეს ყოველთვის დაიდება ჩემს ვიდეოს გასვლის წინ და 19 წელს ზემოთ ვინც არის, ეხა ამით ჩემი რჩევებით თამბაქოს მიღებას ნუ დაიწყებ და თუ ხართ ნიკოტინ დამოკიდებული ან სიგარეტს ეძევით, ჩემი უღრმესი უმორჩილესი თხოვნა იქნება დაანებოთ მაგ საშინელებას თავი და გადმოხვიდეთ კარგი ხარისხის თამბაქოზე, რომელიც ნაკლებად საზიანო არის. ეხა საზიანო ყველაფერი არის. ღვინოთ საზიანო არის, მაგრამ ქართველ კაცი როგორ აუგზავნო ქართველ კაცს მიღებას ნორმალურ ფარგლებში, ნორმალური დოზით, ღვინო არის სასარგებლო. ბოლოს საბარძიმედ იყენებენ ღვინოს. ხომ? თუ ქართველი კაცი მიიღებს დღეში 1 ჭიქა ღვინოს, ეს ხარისხია, ეს სასარგებლო. თუ კაცი დღეში 1-ჯერ მოწევს ჩიბუხს, მაღალი ხარისხის ჩიბუხში, მაღალი ხარისხის თამბაქოს, არაფერი მავნებელი არ არის. ეხლა როგორ არის დაბნეული, არც ვიცი საიდან დავიწყო. რაიმე კონკრეტული გეგმა როგორი იქნება ეს ბლოგი, რა მიმართულებით წავა არ მაქვს. ეგრეთ წოდებული unboxing-ი იქნება თამბაქოების, unboxing-ი იქნება ჩემი ჩიბუხების, თუ რჩევები იქნება როგორი ჩიბუხები გქონდეთ და როგორი ჩიბუხში მოწიოთ, თუ რა თამბაქო მოწიოთ, უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გაგზავნოთ. მე რა ჩიბუხებიც მაქვს ამათ
მიმოხილვას გავაკეთებ და გეტყვით რა აქვს პლუსი, რა აქვს მინუსი და ვარ დაუშვათ ის შეცდომები, რა შეცდომების მე დაუშვი თავის დროზე, რო გითხარით, რომ ჩემი და ჩიბუხის დამეგობრება არ მოხდა წლების წინ. ეხლა ვხვდები თუ როდესაც შემდეგ უფრო კარგად ჩავჯექი, ჩაუღრმავდი და გავიგე რა არის ჩიბუხი და კარგი თამბაქო, მივხვდი რა შეცდომები იყო მაშინ დაშვებული. არ იყო კარგი ხარისხის თამბაქო, შეუძლებელი იყო კარგი ხარისხის თამბაქოს აქტიურად შოვნა. ის რასაც ჩვენ თამბაქოს ვეძახით, ეს არ არის ჩიბუხში მოსაწევი თამბაქო. და ყველაზე მთავარია ჩიბუხი ჭირდება მაღალი ხარისხის, ანუ ჩიბუხი უნდა იყოს ისეთი მასალისგან დამზადებული, რომელიც არათუ დაამახინჯებს კარგი თამბაქოს გემოვნურ თვისებებს, არამედ პირიქით რაღაცას შეძენს, ანუ ჩიბუხი ისეთივე ცოცხალი ეხელობას მოაქვს, მაგრამ აი ესეთი ნივთია, რომელიც როგორ გითხრათ, აი როგორც ქვევრი ღვინისთვის, ხო? აი ესე არის კარგი ჩიბუხი თამბაქოსთვის. თუ კარგი ჩიბუხი არ გიქნებათ, ყველაზე კარგ თამბაქოსაც ვერ მოწევთ და ვერ შეიგზავნის. გიქნებათ კარგი ჩიბუხი, მაგრამ მოწევთ ცუდ თამბაქოს, ჩიბუხსაც გააფუჭებთ, უბრალოდ საფერფლედ გადაიქცევა. იმიტომ ვარ დაგაბნით, საერთოდ ისეთი რაღაცა არ ძალიან მეტაბრალად რო შევხედო, ვიხდი რა მე ამ ნიუანსებს ვერ ვიხდები, ვერ გავიგებ, ეს რა სისულელე ყოფილა დავანებოთ არ არის ეგრე. ასე რომ გაჩვენებ ჩემს ჩემუხებს, მათ მიმოხილვას, იმ თამბაქოებს, რა თამბაქოებიც მე მაქვს და როგორ გამოვიყენებ, რა გეუბნება აქვს, რა ღირს, რა არ ღირს, რა გააკეთოთ, რა არ გააკეთოთ. ამის შემდეგ მე შევხედავ თუ მოხდებათ ჩემი და თქვენი კომუნიკაციაც, რასაც მთხოვთ როგორც მეტყვით, თუ იქნება საშუალება იმის მიხედვით გავაკეთებ ისეთ ვიდეო რგოლებს. ეს ორიოდი სიტყვა რაც მინდოდა მეთქვა. ახლა უკვე მაქვს ერთი-ორი რგოლი უკვე გამზადებული და შემოგთავაზებთ. პირველი იქნება თუ როგორი ჩიბუხი უნდა შეიძინოთ და როგორ დაიწყოთ ჩიბუხზე გადასვლა სიგარეტიდან. მისურვეთ წარმატება და შეუდგეთ.